ფოლკნერს ცუდი რომანები არ აქვს. აქვს კარგი რომანები და აქვს ძალიან კარგი რომანები. ამ ძალიან კარგ რომანებში ასახელებენ ხოლმე როგორც წესი 5 რომანს. მავრიდა მძვინვარება, აბესალომი, დროშები მტვერში, აგვისტოს ნათელი და სული რომ ამომდიოდა. სასწაული სახელებია, სხვათა შორის და ის უნდა ითქვას, რომ ეგ პერიოდი არის ოქროსაბადო წიგნების სახელებით. ყველა არის ულამაზესი სახელი. სული რომ ამომდიოდაც ასეთი სახელია. ეს რეფერენსი და ალუზია არის ჰომეროსზე და ოდისევსზე, სადაც გარდაცვლილი ქმარი და არა მხოლოდ უბრალოდ ქმარი აგამემნონი საყვედურს ამბობს და საყვედურს ეუბნება ცოლს და იძახის, რომ როცა ვიწექი და უკვდებოდი, სული რომ ამომდიოდა, ჩემმა ცოლმა თვალებიც კი არ დამიხურა, ანუ არ ჩაატარა რაღაც რიტუალი, რომელიც უნდა ჩაეტარებინა იმისთვის, რომ გაეპატიოსნებინა ცხედარი. ანუ კრიტიკით და საყვედურით იწყება ეს ნაწარმოები, საყვედურით ქმრის ცოლისადმი და ეს მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ მთლიანად ნაწარმოებიც არის ფაქტობრივად ოდისეა, მორიგი წიგნი, რომელიც არის მოგზაურობაზე. წიგნის მოკლე შინაარსი ის არის, რომ გარდაიცვლება ადი, გააჩნია როგორც დავიკითხავთ, მატრიარქი დიდი ოჯახის და დაიბარებს, რომ ის უნდა დაკრძალონ არა თავის ქმართან ერთად, არამედ ნათესავებთან ერთად. და ამიტომაც უნდა შესვამენ ხამ კუბოს ურიკაზე და უნდა წაიყვანონ ურიკით იოკნაპატოფას ოლქში, ქალაქ ჯეფერსონში, ეს ის ცნობილი ოლქი და ქალაქია, სადაც ხმაური და მძვინვარება ხდება მაგალითად. მთელი ეს წიგნი არის მოგზაურობის შესახებ და რა ხდება გზაში და 1000 უბედურება დააწყდება თავს, ადიდება მდინარე, წაიღებს ხიდს და ვერ გადავლენ, გაჩნდება ცეცხლი, მოკლედ ყველაფერი ხდება. საინტერესო რაც არის და გადმოცემული როგორც არის სხვადასხვა პერსონაჟების თვალით დანახული ეს პროცესი. 15 ადამიანის პირით არის გადმოცემული, ყველა ეს პერსონაჟი გადმოცემულია პირველ პირში. დღეს კი ძალიან ცნობილი და გავრცელებული მეთოდია, მაგრამ მაშინ ეგრე არ იყო. ძალიან გავს თანამედროვეობაში რომ გადაიღოთ, იქნებოდა Netflix-ის დოკუმენტური, სადაც 15 ინტერვიუა და ყველანის ხედან და ყვებიან ამბავს. მთავარი სათქმელი და მთავარი შინაარსი ამ წიგნის ჩემი აზრით, ისევე როგორც ფაქტობრივად ყველა ფოლკნერის ნაწარმოების არის ადამიანური კეთილშობილების და სიყვარულის წარმოჩენა, ოღონდ კონტრასტების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკნერი არ არის მარტივად საკითხავი ავტორი, არც შინაარსობრივად და არც ლექსიკურად, ეს წიგნი ალბათ განსაკუთრებით აი ამ დიდ ხუთეულში, რომელიც ჩამოთვალეთ, ყველაზე ხელმისაწვდომი არის. თუ კი ფოლკნერის კითხვა გინდათ, თუ კი გიცდიათ და გემძიმათ სხვა წიგნები, ზომის მხრივ, ფორმის მხრივ და შინაარსის მხრივად ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი დიადი წიგნია ფოლკნერის და თუ კი გინდათ რომ პირველი ნამიჯები და გადადგათ, ეს წიგნი ალბათ საუკეთესო არჩევანია.